მოგესალმებით, ვაგზავნებთ ამოცანების განხილვას 5:21-დან. სამკუთხედში ერთ-ერთი კუთხე 60 გრადუსია. ამ კუთხის მოპირდაპირე გვერდი 20-ია, იპოვეთ სამკუთხედზე შემოხაზული წეწილის რადიუსი. პრინციპში, როგორც კი გაიგონებ შემოხაზული წეწილის რადიუსს ამ კატეგორიას, ალბათ პირველი რაც უნდა გაკეთდეს ჩვენ გონებაში, ეს სწორედ სინუსების თეორემა. არა აქვს მნიშვნელობა ამ თავში ვიკრებით, მომდევნო თავებში. მე თქვენ გირჩევთ არაერთხელ გითხარით ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ურთიერთობა გვაქვს, რომ ასოციაციური ხედვა ძალიან დაგეხმარება თქვენ პრობლემების გადაწყვეტაში. ახლა ეგ შეიძლება უფრო ქვეცნობიერიც იყოს და ამის დაგეგმვა რთულია წინასწარ განზრახვა, რა გაგახსენდეს რაღაცების გაგონების დროს, მაგრამ ამაზე ვარჯიში შეიძლება პრინციპში და წინასწარ. რას გულისხმობთ ახლა ჩვენ უნდა იყოს რაღაც კატეგორიები გამოყოფილი, აი მაგალითად ახლა იგივე, როდესაც ჩვენ სინუსების თეორემაზე ვსაუბრობთ, აი სინუს ალფას გაიგონებ, სამკუთხედია, უნდა ასოცირდეს ეს სინუსების თეორემასთან. შემოხაზული წეწილის რადიუსს გაიგონებ, უნდა ასოცირდეს ეს სინუსების თეორემასთან. და თუ თეორიას ხშირად გაიმეორებთ, მსგავსი ასოციაციური ჯაჭვი აუცილებლად გაჯდება თქვენ გონებაში რა, აუცილებლად, პრინციპში სხვა გზა არ დარჩება გონებას. აქაც ახლა სამკუთხედის ერთი კუთხე არის 60 გრადუსი, ხო? კი ბატონო, აგერ არის 60 გრადუსი. მისი მოპირდაპირე გვერდი არის 20, კი. და გეკითხებიან ახლა შემოხაზული წეწილის რადიუსს. რა თქმა უნდა, დააწერ სინუსების თეორემას და 20 შეფარდებული სინუს 60 გრადუსთან და გავუტოლებ, ეგ რა არის? ეს არის დიამეტრის ტოლი, ხო? შეიტანეთ ახლა აქ მნიშვნელობებს და მორჩა დამთავრდა 20 შეფარდებული ფესვის ამ მეორედთან, შეგიძლიათ აქ ფესვის ამ მეორედი გამრავლებით გადაიტანოთ. ეს იქნებოდა ფესვის ამ მეორე ჯერ 2r და r გამოვიდოდა 20 შეფარდებული ფესვის 3-ის ტოლი. შეგიძლიათ ეს ასეც დატოვოთ, შეგიძლიათ მნიშვნელში მოხსნათ ირაციონალობა, მე თქვენ ზეა დამოკიდებ. სამკუთხედის ერთ-ერთი გვერდი არის 20, ხოლო სამკუთხედზე შემოხაზული წეწილის რადიუსი არის 15, იპოვეთ მოცემული გვერდის წინამდებარე კუთხის სინუსი. აი აქ ნახაზიც არ გიგდათ, დაწერეთ ისევ სინუსების თეორემა, ხო, აგერ ასე, რა იცით აქ იცით რომ გვერდი არის 20, ანუ არის 20, რადიუსი არის 15 და გეკითხებიან სინუს ალფას, ანუ ალფას კი არა, პირდაპირ სინუს ალფას თქო. ჩასვამდი აქ 20 შეფარდებული სინუს ალფასთან, ეგ არის 2 ჯერ 15-ის ტოლი და აქედან ეს იკვეცება 10 იქნება, 10 15-ზე იკვეცება, აქ 3, აქ 2-ია და პრინციპში სინუს ალფა დარჩებოდა მარტივად ჩანს აქ 2/3. 23 ამოცანა ვნახოთ. სამკუთხედზე შემოხაზული წეწილის დიამეტრი არის 16, იპოვეთ სამკუთხედის გვერდით, კაი რა, აღარ დავწერ ამას, ძალიან მარტივია, ახლა კიდე ისე უნდა ჩაგვესვა ამ ფორმულაში. მოდი 24 ვნახოთ, რა სიტყობს. 24 ტოლფე და ტრაპეციის ფუძეები არის A და B. მოდი დავხატოთ ახლა ტოლფე და ტრაპეცია, აი მე რო ასოციაციურობაზე საუბრობთ ახლა 21 ამოცანაში. ტოლფე და ტრაპეციაზე რამდენჯერ გვაქვს განსაუბრები ჩვენ, რომ აი რა უნდა გაგახსენდეთ. აი როგორც კი ტოლფე და ტრაპეცია მოგივათ, უნდა გაგახსენდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი მაგარი თეორემა რაც არის, რომ ამ სიმაღლის ფუძეზე მოკვეთილი გვერდები არის ფუძეების სხვაობის ნახევარი და ფუძეების ჯამის ნახევრის ტოლი იქნება მეორე გვერდი, ხო? ეს პატარა გვერდი და დიდი გვერდი. თუ რა თქმა უნდა, რომ დიაგონალები ტოლია ტოლფე და ტრაპეციაში, რომ დიდ ფუძესთან მდებარე კუთხეები ერთმანეთის ტოლია, მცირე ფუძესთან მდებარე კუთხეები ერთმანეთის ტოლია, დიაგონალების გავლებით გადაკვეთაში მიღებული ფუძეებთან მიღებული სამკუთხედები ტოლფე და რო, ანუ ბევრი რამ შეიძლება გაგვახსენდეს, მაგრამ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი. ალბათ აქაც ეგ იქნება გამოსაყენებელი. მოდი ვნახოთ, მახვილი კუთხე არის ბეტა. კი ბატონო, აგერ მახვილი კუთხე არის ბეტა, აგერ წერია რომ ტანგენს ბეტა არის 23
და ფუძეები გვცოდნია, ეს არის 72 და 66, ანუ მცირე ფუძე ყოფილა B და დიდი ფუძე ყოფილა A. აი, მოდი რა. არის დიდი ფუძე არის A და არის 72 და მცირე ფუძე არის B და ეს არის 66. ნითხოვენ სიმაღლეს, ხო? ნუ A-ში პოვნა უნდათ. აბა, აი ნახეთ ახლა რა გამოდის ეს მცირე გვერდი, ხო? ეს ხო გამოდის 72 მინუს 66-ის ნახევარია რა. ეგ არის 3. ხო, 6 და 6 ნახევარი 3. მერე ეს პირველი ამოცანა. და დაწერთ ახლა აი ამ სამკუთხედში, ხო? ტანგენსის თვისებას რა არის ტანგენს ბეტა არის მოპირდაპირე კათეტი A-ში შეფარდებული 3-თან, ხო? აი ეს 3-თან და შეიტანით ახლა 23 უდრის A-ში შეფარდებული 3-თან და აქედან A-ში უდრის 79-ს. ასეთი ამბავი იქნება. ანალოგიურად, ზუსტად იგივენაირად გაკეთებოდა მეგობრებო მეორე, უბრალოდ აქ რადგანაც ფუძეები იცით 6 და 16-ია, გაიგებდით ამ პატარა გვერდს, 16-6-ის ნახევარი იქნებოდა, სიმაღლე იყო 10 და ნუ მათი შეფარდება გამოვიდოდა ბეტა-კუთხის ტანგენს, ორი სტოლი იქნებოდა. აღარ დავწერ ახლა მეორეს, ნუ მარტივია ძალიან. იგივე არის თითქმის რაც უკვე გავაკეთეთ ჩვენ პირველში. მოდი 25-ს ვნახოთ რა სიტყვობს. აქ უკვე პარალელოგრამია მოცემული. ABCD პარალელოგრამში რა ხდება? აბა, მოდი დავხატოთ მაინც. კოსინუს დავაწეროთ ასევი A, B, C, D და კოსინუს BAD-ო, ხო? მოდი აფას დავაწერა ამას. და ალფა კუთხის კოსინუსი მცოდნია, ეს არის ფესვი 624 შეფარდებული 25-თან. კი ბატონო. და თხოვენ ADC კუთხის, აი ამ კუთხის სინუსი თხოვენ, ხო? და სინუს კუთხე ADC-ს თუ ითხოვ, ფაქტობრივად შენ ითხოვ, ახლა ალფა თუ დავარქვით მახვილ კუთხეს, თავისთავად ეს არის 180 მინუს ალფა, ნუ შენ გინდა სინუს 180 მინუს ალფა, დაყვანის ფორმულით ეგ არის იგივე სინუს ალფა და შენ თუ კოსინუს ალფა იცი და სინუს ალფას ითხოვ, ძალიან მარტივად ხო, სინუს ალფა იქნებოდა წესით პლუს მინუსი უნდა დავწეროთ, მაგრამ რადგანაც სინუსი აქ ხო n კუთხედის კუთხეა, ხო, ნუ 0-დან 180 გრადუსამდე იმერყევებს, 0 არა, 0-ზე მეტი იქნება და 180 გრადუსზე ნაკლები და შესაბამისად დადებითია ეს სინუსი ყველა ვარიანტში. შეუძლებელია ხა n კუთხედის კუთხე იყოს პირველი და მეორე მეოთხედის მიღმა, უეჭველი ამ ორი მეოთხედიდან ერთ-ერთია და სინუსი ორივეგან დადებითია. შესაბამისად ეს გამოაკდებოდა კოსინუს კვადრატ ალფა, ანუ ფესვი 624-25-ის კვადრატი გამოაკდებოდა მეგობრებო. ეს იქნება ერთს გამოკლებული 624-25-ი, 625 მინუს 624 შეფარდებული 625-თან იქნებოდა, რომ გაერთმშველიანებდით და ეს ამოიფესობა და არის 1.25. ნუ პასუხი იქნებოდა 1.25. მეორეში ნახოთ ხდება ვიცით ჩვენ მოდი ისო დავხატოთ პარალელოგრამი. ABCD პარალელოგრამი. კუთხე BAD და ABC. ანალოგიურად ეს თუ ალფა და ეს 180 მინუს ალფა, ნახეთ უქმები რა სიტყვით ეს უბრალოდ რა არის მოცემული. ჩვენ ვიცით რომ კუთხე BAD სინუს კუთხე BAD-ს პლუს სინუს კუთხე ABC-ს არის 1.2. და ეს ხო იგივე ჩვენი აღნიშნით არის სინუს ალფა. ანალოგიურად ეს ხო ჩვენი აღნიშნით არის სინუს
ანუ 180 მინუს ალფა. და ესენი თხოვენ BCD კუთხის სინუსს. ნუ BCD კუთხის ალფა იქნებოდა, ანუ იდეაში ესენი თხოვენ სინუს ალფა ვიპოვოთ, ხო? იმიტომ რომ BCD კუთხე იგივე სინუს ალფა არის იგივე. ნუ ახლა გუცებ დაყვანის ფორმულით ეს გამოდის სინუს ალფა, ნუ მაშინ ეს ჯამი ყოფილა 2 სინუს ალფა. 2 სინუს ალფა თუ უდრის 1/2-ს, ცხადია სინუს ალფა უდრის 0/6. 26 ამოცანა. რომ გათხოვოთ ახლა 26 ამოცანა არ მომწონს. თუ რატო ახლა? იმიტომ რომ ეცებში განახებთ რაც არის და თქვენ თვითონაც ალბათ ნაკლები სიმპათიით განეწყო. მithხოვენ ბეცე გვერდს, ხო? როცა ასე არის ახლა სიტუაცია მოცემული, ალბათ კოსინუსების თეორემაზე უფრო ადრე სინუსების თეორემა უნდა გადახსენდეთ, ხო? ორი კუთხე, ორ გვერდზე კითხვა, ინფორმაცია, მე კითხვა და ალბათ გვერდების შეფარდება უნდა დავწეროთ მოპირდაპირე კუთხის სინუსთან, მაგრამ ჯერ ერთი რომ აქ 60, 70 ანუ ამას მარტივად დათვლით 50 იყო, თქვენ რა კუთხეების გჭირდებოდათ, აი ნახეთ x შეფარდებული სინუს 50-თან და 2 შეფარდებული სინუს 70. არც სინუს 50 და არც სინუს 70, ხო, არ არის კარგად გამოთვლადი ფუნქციები, ხო, ლამაზად. ანუ ძირითადი კუთხეები არ არის 50 და 70 გრადუსი და არც მარტივად მისაღები კუთხეა ძირითადი კუთხეებიდან. ახლა იმას რომ ვეთქვა სინუს 15 გრადუსი, ამას ძირითადი კუთხეებით წარმოვადგენდით, ხო, 45 მინუს 30 გრადუსით და საკმაოდ სულუხად არც თუ ისე ზიმე დასაქმებელია ხა ეგ გამოვთვლით, მაგრამ 70 და 50 გრადუსს მსგავსი სიადვილეების მარტივი არ ახასიათებს. თუმცა ავტორმა გითხრა რომ აი პასუხებს თუ შევამოწმოთ, უბრალოდ ასე დატოვებ. რა პრობლემაა და რა არის ახლა ამოცანის ხილი ხო? არაფერი განსაკუთრებული. თუ ერთგული არ შემოვა ეს პასუხები ექნება და უცებ ვიფრთხები, რომ არ გჭირდებოდა შენ 50 და 70 გრადუსის გამოთვლა და თუ ახლა მაღალქულიერ სამქულიერ შემოს ალბათ არ მოიტანს, მაგრამ მოიტანოს კი და გამნებთ. და არც ისე ასე ჯანსაღი მაგალითი იქნება, იმიტომ რომ განსაკუთრებულად არაფერს არ შეამოწმებს თქვენგან და რაღაც აზრების ყოფას არ ამოწმებს კიდე. მეორე ზუსტად ანალოგიურად კეთდება და აღარ დავხარჯავ ამაზე ენერგიას. თქვენი პიტავი 27-ზე ვნახოთ, რა ხდებოდა. სამკუთხედის ორი გვერდი არის 4 და 4 ფესვის 3 და მათ შორის მდებარე კუთხე არის 30 გრადუსი. ანუ გამოდის რომ ეს არის 4, ეს არის 4 ფესვის 3, ეს არის 30 გრადუსი. მაშინ ასეთი სამკუთხედი. ნუ და გვეპოვა ახლა ეს სამკუთხედი როგორია, ხო? ტოლფერდა, მართკუთხა, მახვილკუთხა, ბლაკუთხა და რას გააკეთებით ახლა აპრიორში? რომ დაადგენდი მესამე გვერდს, ხო? ორი გვერდი იცი, მათ შორის მდებარე კუთხე იცი და კოსინუსების თეორემის გამოყენების ყველაზე რეალური გარემოა. შეიძლება ახლა გამოცდილი ადამიანისთვის ეს კიდე ასოცირდეს რაღაცებთან და უფრო მარტივადაც თქვას, მაგრამ ალბათ ლოგიკურად იმდენად არ ამშვენოთ, რამდენადაც გამოცდილებით ნაკარნახევი ინტუიციით რა. x კვადრატი იქნებოდა 4-ის კვადრატს დამატებული 4 ფესვის 3-ის კვადრატი გამოკლებული 2-ჯერ 4-ჯერ 4 ფესვის 3-ჯერ კოსინუს 30 გრადუსი. აქედან x კვადრატი გამოვიდოდა 16 დამატებული 48 გამოკლებული 2-ჯერ 4-ჯერ 4 ფესვის 3-ჯერ ფესვის 3 მეორედი, იმიტომ რომ ასე არის ფესვის 3 მეორედია კოსინუს 30. თუ ესენი ერთმანეთზე განმავლობა რამდენია ხარ 16 და 3, ანუ 48 არის, ხო? ანუ 16 + 48 გამოკლებული 48
ეს პათილდება, x კვადრატი გამოდის 16, x-ი გამოდის 5, ხო? 4 მივიღეთ. ანუ რა გამოგვივიდა? სამკუთხედი არის ტოლფერდა რა. ასე ეს 4-ია, ეს 4-ია, ეს 4 ფესვი 3-ია და ეს თუ 30 გრადუსია, ესეც 30 გრადუსია და შესაბამისად ეს 120 გრადუსი გამოვიდოდა. უბე პასუხი ძალიან კარგად დაჯდა, ხო? ტოლფერდა ბლაკუთხა სამკუთხედი ვივიხეთ. ხო, ყველაზე ისეთი სტანდარტული ამოხსნა იქნებოდა ამ ამოცანის. მოდი გავაგზავნოთ ახლა ჩვენ პრინციპში გადავიდეთ B კატეგორიის ამოცანებზე, მაგრამ მოდი ახლა მე ცალკე არ გავყეთ ამ ვიდეოს და მოდი კიდე რამდენიმე ამოცანა გამიხილოთ, აბა ნახოთ რა დროს წაიღებს თითოეული მათგანი. მართკუთხა სამკუთხედში დიდი კათეტი, მცირე კათეტზე 1/2-მესამეჯერ მეტი, ანუ 1/2 ხო? 5/3-ია და მოდი მაგას ვიტყვი. აბა მოდი დავწეროთ, ავიღოთ მართკუთხა სამკუთხედი, ავიღოთ ერთი კათეტი იყოს x-ი, მასე 5/3 მეტი იყოს, თქვათ, მეორე კათეტი, ხო? მცირე კათეტი x-ია, დიდი კათეტი იქნებოდა ეს. იპოვეთ მცირე კუთხე, რომელი იქნებოდა შესაბამისად, ეს არ იქნებოდა, ეგ არ იქნებოდა მცირე კუთხე. ნუ გვეკითხებიან ჩვენ სინუს ალფას, კოსინუს ალფას და ტანგენს ალფას. ალბათ ტანგენსი ყველაზე მარტივი sapurnილია, ხო? ტანგენს ალფა იქნებოდა მოპირდაპირე კათეტი შეფარდებული მიმდებარე კათეტთან და x-ები შეიკვეცებოდა შესაბამისად ამოთ 1 გაიყოფა 5/3-ზე და იქნებოდა 3/5 პასუხად. რაც შეეხება ახლა ჰიპოტენუზას, ანუ სინუსი და კოსინუსი, კი შეგვიძლია ტანგენს ალფა-დან 3/5-დან გამოთვალოთ ახლა კოსინუს ალფა და მერე სინუს ალფა, მაგრამ ალბათ უფრო მარტივია ჩემი აზრით, ჯერ ჰიპოტენუზა ვიპოვოთ, c კვადრატი იქნებოდა 5/3 x-ის კვადრატს დამატებული x კვადრატი, მაგრამ ეს არის c კვადრატი უდრის ესე იგი 25/9 გაერთმშვენიანდება 34/9 x კვადრატია და c არის ფესვი 34 მესამედი x-ი. ახლა თუ დავთვლით ჩვენ სინუს ალფას, სინუს ალფა იქნებოდა დავწერა აქ ფესვი 34 მესამედი x-ი. სინუს ალფა იქნებოდა მოპირდაპირე კათეტი ალფასი, ანუ x-ი შეფარდებული ჰიპოტენუზასთან, ფესვი 34 მესამედ x-თან, x-ები შეიკვეცებოდა და შესაბამისად პასუხი გამოვიდოდა 3 ფესვი 34. ანალოგიურად დათვლით კოსინუს ალფას, ოღონდ ეგ იქნებოდა უკვე მიმდებარე კათეტის შეფარდება, 5/3 x-ის შეფარდება ჰიპოტენუზასთან. და 5 ფესვი 34 დარჩებოდა. კარგი, მოდი ნახოთ ახლა 29 ამოცანა. მართკუთხა სამკუთხედი გვაქვს მოცემული. ისე მართკუთხა სამკუთხედი, ნუ n უდრის 90 გრადუსს, ხო? ნუ ეგ არის n და ნუ იყოს mnk. md ჰიპოტენუზაზე დაშვებული სიმაღლეა. ეგ არის md. md 9/4 მეტია kd-ზე. ანუ აი ეს 9/4 მეტია kd-ზე. ანუ თუ ამას აღნიშნავთ x-ით, ეს იქნებოდა 9/4 x.
იპოვეთ m კუთხის ტანგენსი, ხო, აგერ არის m კუთხე, ხო? ისე ვაფიშოთ. როგორ უნდა გვიპოვა ახლა ტანგენსი ბევრთაინად შეიძლება დიდ სამკუთხედში შეიძლება გემუშავოთ, თუ დათვლით n-კას, მაგალითად n-კას კვადრატი ტოლია, ნახეთ, კათეტის კვადრატი ტოლია მისი გეგმილი გამრავლებული ჰიპოტენუზაზე. შეგეძლოთ ასე გაგეკეთებინათ. ეს იქნებოდა ესე იგი n-კა კვადრატი უდრის გეგმილი x გამრავლებული x პლუს 9/4x-ზე. მე გამოდის ეს არის 13/4, ხო? 13/4x კვადრატი n-კა იქნებოდა ფეში 13/2 x-დან და მე დავთვლით n-ს, ხო, n-ის დათვლაც შეიძლებოდა პითაგორას თეორემით გამოთვლით აქედან n-ი იქნებოდა ფესვი 1 გამოკლებული ფესვი 13/2 x-ის კვადრატი. რამდენი იქნებოდა? ხო, არ მეშლება. ფოტიშტოდი გადავაკეთე. სინუსების ის n-ის კვადრატი, რა დავწეროთ აგერ. ცოტა ვიჩქარებ. m-კას კვადრატს, ხო, ჰიპოტენუზის კვადრატს გამოვაკლდებოდა n-კას კვადრატი. ჰიპოტენუზა არის 13/4 x-ის კვადრატი, ხო? n-კა რა გამოგვივიდა? n-კა გამოგვივიდა ფესვი 13/2x-ის კვადრატი. რა იქნებოდა n-ის კვადრატი? n-ის კვადრატი გამოდიოდა 169/4x კვადრატს გამოკლებული 13/x კვადრატი. ეს გამოდის რომ გაერთმშრალიანოთ 8-ჯერ ხანო საერთომშრალი იქნებოდა 16, 169-ს გამოკლებული 8-ჯერ 13 რამდენია? ეს 104-ია, ხო? 104 ხო არ მეშლება. რა გავაკეთო? კი, რამდენი x კვადრატი, რამდენი საწოლებელია და რა მარტივი ამოხსნა აქ ახლა შედარებით ამომოცანას. n-ი გამოდის დამღალა უკვე პრინციპში, ეგ არის 65, ფესვი 65 და x-ი და რადგანაც n-იც ვიცით და n-კაც ვიცით, n-იც ვიცით, n-კაც არის აგერ ვიცით, რა გამოვიდოდა მაშინ ტანგენსი მეგობრებო, ტანგენსი ალფა გამოვიდოდა სადაა, ხო, n-კ გაყოფილი m-n-ზე. n-კ ფესვი 13/2x გაყოფილი ფესვი 65/4x-ზე. რაღაცა შემოშალა კიდეც. ისეთი რაღაც მივიღეთ აქ 2 1 და ფესვი 65 და 13 გვეცება აქ 1 რჩება აქ ფესვი 5 და გამოგვივიდა ჩვენ 2 შეფარდებული ფესვი 5-თან. რა სწორად დავთვალე, კითხვა რა იყო? იპოვეთ m კუთხის ტანგენსი. გვერდები სწორად იპოვე, ხო? კაი, რაღაცა შეიძლება ამერია კიდეც, აქ, ძალიან გრძელი გზა არის ახლა ეგ დიდი სამკუთხედიდან და თან პასუხს არ ემთხვევა, შეიძლება სადმე გამოთვლაში აურია კიდეც, ეგ ბუნებრივიცა, როცა ბევრს ანგარიშოთ. რა თქმა უნდა, ეს არ გვამართლებს და ყურადღებით უნდა ვიანგარიშოთ, მაგრამ მოდი ამას მერე მივუბრუნდეთ და ნახოთ რა გვაქვს შეცდომა და მარტივი რა იქნებოდა მეგობრებო. გეგმილები იცით? უცებთ აგეთვალათ სიმაღლე. სიმაღლე ვისი ტოლი იქნებოდა? საშუალო გეომეტრიულია გეგმილების, ხო? 9/4 x-ი გამრავლებული x-ზე.
ასე. რა გამოდის აქედან აში? აში გამოდის 3 x, ხო? ძალიან მარტივია. და ეს თუ 3 x-ია, ჩვენ რას გვთხოვენ? იპოვეთ მცირე, ხოდიში? იპოვეთ m კუთხის ტანგენსი. m კუთხის ტანგენსი. m იქნებოდა s 3 x გაყოფილი მოპირდაპირე კათედი მიმდებარე კათედზე. 9 x. x-ები იკვეცება, 3-ები იკვეცება, 2-ები იკვეცება და 2 ზემოთავით და 2 მესამედი განებია. ძალიან მარტივია, რამდენი მიწვარე ახლა ნახეთ და ძალიან მარტივად გამოდიოდა. მქონდა პატარა სამკუთხედი და ეს ახლა თავიდანვე დავინახეთ, მაგრამ რომ მაინც დიდი საკუთხედი და უნდა გვეწყდა. დიდ საკუთხედში რაღაც აურია კიდეც, ხო? მოდი გადავავლოთ თვალი, აბა რა უნდა შეცდომა. ესე იგი, n-ს კვადრატი ტოლია x ჯერ კი, ეს 13 ამოიფესვებოდა, კი ბატონო. მე პითაგორას თეორემა უნდა დაგვეწერა. 169-ისთვის უნდა გამოგვეკლო მეორედი აქ მეოთხედის დაწერა და მავიწყდა. შესაბამისად აქ გამოაკლდებოდა 104 კი არა 4 13, ანუ 52. 52 რომ გამოაკლდებოდა, ეს იქნებოდა იდეაში 117, ხო? 117 გვექნებოდა და ანუ 117 არის, ეს არის იგივე 9 ჯერ 13, ხო? ანუ 3 + 7 13 მეოთხედი x-დან გაიყოფოდა აქ და დარჩებოდა 2 მესამედი. კარგი. ხო, არეული მქონდა აქ კვადრატში აღარ ნიშნავდა ახალ. რაც უფრო ნაკლებ ენერგიას დაგახარჯინებთ ამოცანა, ამოხსნა, რა თქმა უნდა, ის ამოხსნა უკეთესია. აი, ხედულობაში მიიღეთ. 30-ე ნომერი. მართკუთხედის ერთ-ერთი გვერდია 4, დიაგონალის მიერ მეორე გვერდთან შედგენილი კუთხის კოსინუსია 1 ფესვის 3. აი, მოდი ავიღოთ მართკუთხედი. ასე. ერთი გვერდია 4 და დიაგონალის მიერ მეორე გვერდთან შედგენილი კუთხე, ანუ დიაგონალის მიერ მეორე გვერდთან შედგენილი კუთხე, ნუ იყოს ალფა. და კოსინუს, ესე იგი კოსინუს ალფა უდრის 1 ფესვის 3. იპოვეთ მართკუთხედის პერიმეტრი. ძალიან კარგი ვიპოვეთ ახლა პერიმეტრს ჩვენ მართკუთხედისა, მაგრამ კიდევ ერთხელ განვუღვეთ პირობას. მართკუთხედის ერთი გვერდი არის 4, კი, დიაგონალის მიერ მეორე გვერდთან შედგენილი კუთხის კოსინუსი. კი ბატონო. არის 1 ფესვის 3. მოდი ახლა სად უკავშირდება ეს კუთხე და ეს 4-იანი ერთმანეთს? უკავშირდება დიაგონალით მიღებული სამკუთხედში, ხო? და მოდი ამას ბედავარქვათ, ამ გვერდს, მეორე გვერდს და ცხადია, ჩვენ ტანგენსი თუ გვეცოდინება ალფასი, ეს იქნება 4 შეფარდებული ბესთან, მაშინ ჩვენ ბეს გამოვთვლიდით აქედან, ხო? მაგრამ ტანგენსი როგორ შეგიძლია იპოვოთ? ტანგენსი ძალიან მარტივად ძირითადი ტრიგონომეტრიული იგივეობიდან შეგიძლია იპოვო. აი აქედან. ეს იქნებოდა 1 დამატებული 1 ფესვის 3-ის კვადრატი. არის 1 შეფარდებული კოსინუს კვადრატ ალფას და ეს არის 1 მესამედი, 1 მესამედის დაემატება 1 მეოთხედისა 4 მესამედი და 1 შეფარდებული კოსინუს კვადრატ ალფასთან, ანუ კოსინუს კვადრატ ალფა უდრის 3 მეოთხედს და ეს უდრის აქედან აქვები კოსინუს ალფა უდრის ფოთიში დავწეროთ ასე ფესვის 3 2d. ხო? ვაი, გავაკეთე. ტანგენსის მაგივრად ჩავცვლი, როდესაც კოსინუსი იყო მოცემული. უდიში მოვითხოვ, ცოტა ბევრი ამოცანის ჩაწერა მომიწია ხარდარზე და გაცრუათ უყურადღებობისთვის. ანუ, აი აქ იქნებოდა
კოსინუს კვადრატ ალფა ხო იქნებოდა 1/3 და იდეაში აქ უნდა ნიშნაში ჩავსვა 1/3. ანუ 1 პლუს ტანგეს კვადრატ ალფა იქნებოდა ამოტრიალდებოდა 3, ტანგეს ალფა არის ტანგეს კვადრატ ალფა 2 და ტანგეს ალფა იქნებოდა ფესვი 2-დან. ახლა ვარყოფით ფესვი 2-დან თუ დადებითი ფესვი 2-დან ეს მართკუთხა სამკუთხედია და ალფა მახვილი კუთხე იქნებოდა და შესაბამისად მისი ტანგენსი იქნებოდა დადებითი. შევიტანდით აქ ამის მნიშვნელობას, ფესვი 2 უდრის 4 შეფარდებული ფესთან, b-ჯერ ფესვი 2 უდრის 4-ს და b უდრის 4 შეფარდებული ფესვი 2-თან. ახლა ეგ შეგიძლიათ შეკვეცოთ 4-იანი ხო 2-ჯერ 2-ია და აი 1-2-ას თუ შეკვეცოთ ფესვი 2-ზე 2 ფესვი 2 იქნება. რა გამოვიდა პერიმეტრი? რასაც გთხოვენ, ხო? ეს იქნებოდა 2-ჯერ 2-ს ან 2-ს ან 4-ს, ხო, და ერთი გვერდი 4 იყო, მეორე გამოვიდა 2 ფესვი 2. იქნებოდა ფესვი 2. აძა დავწეროთ. ხო. შევდავართ. ერთი გვერდი 4-ია, 2 ფესვი 2 არის მეორე გვერდი. ეს იქნებოდა 8-ს დამატებული 4 ფესვი 2. ეგ იქნებოდა პერიმეტრის საბოლოოდ. ანუ აქაც ძირითადი ტრიგონომეტრიული იგივეობა გამოვიყენეთ პრინციპში ამოცანის ამოსახსნელად. კარგი, მოვიდეთ აბა 31 ამოცანას სიტყვებს. 31 ამოცანა. მოდი პრინციპში გამოვიყენოთ ნახაზი, რაც არის მოცემული თავად წიგნში. ABC მართკუთხა სამკუთხედის C მართი კუთხის სწოროდან. ანუ ეს მართი კუთხეა აქ შედარებით ლამაზად მომნიშნა. გავლებულია CD სიმაღლე. კი ბატონო, CD სიმაღლე. C მედიანა. ახლა მართკუთხა სამკუთხედში ჰიპოტენუზაზე, როდესაცაა დაშვებული მედიანა, უცებ რა უნდა გაგახსენდეს, რომ ჰიპოტენუზის ნახევრის სტოლია, ხო, აი ეს ხო სტოლი იქნებოდა და პრინციპში ესეც ამის სტოლი იქნება. იბოვეთ A კუთხის სინუსი. მოდი ამას ალფას დავაწერ და ჩვენ გვთხოვენ სინუს ალფას. თუ D ისე შეეფარდება AB-ს, აი ეს პატარა მონაკვეთი აქ მთელ AB გვერდს. D ისე შეეფარდება AB-ს, როგორც 3-10-ს. მოდი D აღვნიშნოთ. მოდი პროპორციულობის კოეფიციენტი შემოვიტანოთ პრინციპში და მთლიანად AB გვერდი იყოს აქედან 10x და D იყოს 3x, ხო? კი ბატონო. ახლა თუ AB მთლიანად 10x-ია, ნუ ეს ხო 5x და 5x გამოვესელი. კი. ეს ხო 3x-ია. კი. მაშინ ეს ხო 2x იქნება? კი ბატონო, იქნება. მოდი გადავხატავ ამ სამკუთხედს აქ. და მარტო სიმაღლეს დავტოვებ ახლა. რა გამოგვივიდა? ეს არის 2x და ეს არის 8x, ხო? პრინციპში მარტივი სათქმელია სიმაღლე რა იქნებოდა. სიმაღლე მართკუთხა სამკუთხედში ჰიპოტენუზაზე დაშვებული რას უდრის? საშუალო გეომეტრიულია გეგმილებისა, ხო? ანუ გეგმილების ნამრავლიდან ფესვი იქნებოდა. რა გამოგვდის მეგობრებო ეგ? 16x კვადრატი 4x გამოდის, ხო? ეს იქნებოდა 4x. ჩვენ გვინდა აი ამ კუთხის სინუსი და შეგვიძლია ახლა ეგ პატარა სამკუთხედიდანაც დავთვალოთ, დიდი სამკუთხედიდანაც დავთვალოთ, მაგრამ
რომელიც სამხედროებად საფრთხე დავთვალოთ, ახლა არ კმარეგ ინფორმაცია, ან ეს გვერდი უნდა გავიგოთ, ან ეს გვერდი უნდა გავიგოთ და შესაბამისად მე პითაგორას თეორიებით აი აქედან ეგ რა იქნებოდა კითხვის ნიშანის კვადრატი, ტოლი იქნებოდა 2x-ის კვადრატს დამატებული 4x-ის კვადრატი, ხო? რა გამოგვივა შესაბამისად ეს იქნება 4x კვადრატი 16, ანუ 20x კვადრატი და კითხვის ნიშანი გამოვიდოდა აქედან, რომ ამოფესვავდით 2 ფესვი 5x. აი ეს იქნებოდა 2 ფესვი 5x. ახლა მოდი დავწეროთ სინუს ალფა, ანუ ეს გამოვიდა 2 ფესვი 5x-დან და სინუს ალფა გამოდის მოპირდაპირე კათეტი, ესე იგი 2 ფესვი 5x შეფარდებული ჰიპოტენუზასთან. 10x-თან x-ები იკვეცება, 2 და 10 იკვეცება 5-ია და ფესვი 5 შეფარდებული 5-თან გამოგვივიდა მეგობრებო. მოდი 32 ამოცანა ვნახოთ ახლა. მეტი არ არის ხო აქეთ არა. აბა მოდი აქაც ნახაზი თვითონ თავად წიგნში მოცემული ნახაზი გამოვიყენოთ. აბა ვიცით. მოცემულია კვადრატი. კი ბატონო, ABCD კვადრატია. ეს ალფა კუთხეა. უნდა ვიპოვოთ ალფა კუთხის ტანგენსი. ტანგენს ალფას გვეკითხებია. თუ ბეტა შეფარდებული კაცესთან არის 1/3. 1/3, ანუ ეს იყოს x-ი და 3x კაცი. ძალიან მარტივად. თუ მთელი ფიგურა კვადრატია, მეგობრებო, მაშინ AB გვერდი რა იქნებოდა? AB გვერდი არ იქნებოდა 4x-ი? და შესაბამისად ტანგენს ალფა რა გამოვიდოდა? ეს გამოვიდოდა ალფას მოპირდაპირე კათეტი x-ი შეფარდებული მიმდებარე კათეტთან 4x-თან. ეგ იქნებოდა 1/4. ძალიან მარტივი ამოცანა გამოდგა. მოდი ნახოთ 33 შეიძლება ხდება. მართკუთხა სამკუთხედში ჰიპოტენუზა 3 სანტიმეტრით მეტია მცირე კათეტზე. მოდი დავხატოთ. ვის 33 აიღოთ მართკუთხა სამკუთხედი ასე ჰიპოტენუზა 3 სანტიმეტრით მეტია მცირე კათეტზეო და შეგვიძლია პრინციპში აღნიშნა შემოვიტანოთ, მცირე კათეტი x-ით აღნიშნოთ, ჰიპოტენუზა იყოს x + 3. იპოვეთ ჰიპოტენუზა, თუ მის მიერ დიდ კათეტთან შედგენილი კუთხის სინუსია 1/3, ანუ ამის მიერ დიდ კათეტთან შედგენილი კუთხის სინუსი. აი ეგ ალფა იყოს დიდ კათეტთან შედგენილი კუთხე და შესაბამისად სინუს ალფა გამოდის 1/3. ეგ ხო, ეგ ვიცით. კარგი ბატონო, იპოვეთ ჰიპოტენუზა. მოდი გამოვიყენოთ ახლა, მეგობრებო, ეგ მომენტი. ფაქტობრივად ჩვენ რა ვიცით ახლა, რადგან სინუს ალფა არის 1/3 ტოლი, აქედან ხო გამოდის, რომ სინუს ალფა რა არის? რა ვიცით, x-ი შეფარდებული, ანუ მოპირდაპირე კათეტი შეფარდებული ჰიპოტენუზასთან x + 3. ანუ აქედან გამოდის, რომ x-ი შეფარდებული x + 3-თან არის 1/3 ტოლი. შესაბამისად 3x იქნებოდა x + 3-ის ტოლი, 2x იქნებოდა 3-ის ტოლი და x-ი გამოდის 3/2. და ჰიპოტენუზა, ანუ x + 3 რა იქნებოდა? ეს იქნებოდა 3/2-ს დამატებული 3. 9/2 გამოდის მეგობრებო. აბა მოდი 34 ამოცანა ვნახოთ.
ხაზი კი არის მოცემული პრინციპში. მაგრამ მოდი ჩვენს გადმოვხაზოთ 34. უბეცე სამკუთხედია და 10 უდრის ბეცეს. და ამაში სიმაღლე თითო შიგნით არის სიმაღლე გავლებული, ხო? საკმარისია პრინციპში ეს ნახაზის რაც აქ ამოცემ, მაგრამ პატარა რო არის და შეგვიშალოს ხედვაში და მოდი ავიღოთ მაინც ასე ეს A B C გავულოთ მეგობრებო სიმაღლე A-ში ვიცით ჩვენ რომ CAB კუთხის აი ამ კუთხის ბოდიში CAB კუთხე არის მთლიანად ეს კუთხე ხო? მოდი მომნიშნოთ და ვიცით რომ AC არის BC სტოლი, ანუ ეს გვერდი აი ამ გვერდის სტოლია. ვიცით რომ კოსინუსი ცრავად კუთხე CAB-ში არის 3/5 სტოლი. ვიცით AB რომ არის 6 და ითხოვენ A-ში, ხო? ზოგადად ახლა ჩვენ ასე დაჯერებულად ვერ ვავლებთ ხოლმე სიმაღლეს, იმიტომ რომ შეიძლება სიმაღლე გარეთ ვთებოდეს, მაგრამ რადგანაც დახაზეც მოგცა, ჩავთვალოთ რომ მახვილკუთხა იკვეთება სამკუთხედი და მიტო გავიმლო სიმაღლე შიგნით. ტრაპეცია, ბოდიში სამკუთხედი რადგანაც ტოლფერდაა, ხო გამოდის რომ ესე A-კუთხე, B-კუთხის ტოლი იქნებოდა. და შესაბამისად ახლა CAB კუთხის კოსინუსი რაცა იგივე იქნებოდა CBA კუთხის კოსინუსი, ხო? კუთხე ბოდიში კოსინუსი კუთხე CBA-ც იქნებოდა 3/5 სტოლი. მაშინ რა გამოდის? აი ამ მართკუთხა სამკუთხედში ჩვენ ვიცით კუთხის კოსინუსი და გთხოვენ ფაქტობრივად მისი მოპირდაპირე ამ კუთხის მოპირდაპირე კატიც. ანუ გახდათ ახლა აქედან ჩვენ დავშვიდით სინუს. ავსა სინუს კუთხე. რატო სინუსი? იმიტომ რომ თუ ჰიპოტენუზა ვიცი და რაიმე კუთხის მოპირდაპირე კათეც ითხოვენ, მაშინ პირდაპირ სინუსი დამეხმარებოდა მე ამ კუთხის სინუსი, რომ ჰიპოტენუზით და მის მოპირდაპირე კათეტით ტოლობა შემედგინა, ხო? და კუთხე CBA სინუსი ტოლი იქნებოდა პლუს მინუს არ დავწერე, იმიტომ რომ მართკუთხა სამკუთხედია, კუთხეები მახვილია და შესაბამისად მათი სინუსი დადებითი იქნებოდა 1 გამოკლებული 3/5 კვადრატი. ძირითადი ტრიგონომეტრიული გეობა დავწერე. ეგ იქნებოდა 9/25 გამოაკლდებოდა 1, ანუ 16/25, ამოიფესვებოდა არის 4/5. და ახლა ამ სამკუთხედიდან რა თქმა უნდა დავწერ სინუს კუთხე CB-ას როგორ წარმოდგება ეს იქნებოდა მოპირდაპირე კათეტი x-ი შეფარდებული 6-თან, ანუ 4/5 ტოლი იქნებოდა x-ი შეფარდებული 6-თან. ხედავ x-ი უდრის 24/5. ასეთი ამბავი არის ფიგურა. მაგრამ ავტორს სხვა პასუხი აქვს, თუ შემეშალა 34-ის პირველში უნდა მიგვიღოს 3/6. კარგი, აბა რა აური ახლა მე ვნახოთ. რა ვიცით ჩვენ კოსინუსი CAB-ში ვიცით, რა თქმა უნდა ამის კოსინუსიც გვეცოდინებოდა. A-ში კი არ თხოვენ, B-ში თხოვენ. ბოდიში. A-ში სიმაღლეაო და ესე ითხოვდნენ B-ში. ცოტა ზედმეტი შრომა გავზიეთ, იმიტომ რომ B-ში თუ იყოს საპოვნი, მოდი, ეს იყოს x-ი ეწეროს და y-ი
მაშინ ამ სამკუთხედიდან პირდაპირ კოსინუს დაწერდით, კოსინუსი არც გჭირდებოდა, არც ამის დათვლა გჭირდებოდა, მით უმეტეს არც ამის გამოთვლა და კოსინუსი კუთხე CB100 იქნებოდა პირდაპირ მიმდებარე კათეტი y-ის შეფარდებული 6-თან. თუ ჩავსვამდით აქ 3/5 უდრის y-ის შეფარდებული 6-თან, ან კოსინუსს ჩავსვამდით და გამოვიდოდა y ტოლია 6 გამრავლების 3-ზე 18/5-ის. კარგი, მოდი ახლა აქ მეორე ამოცა ეს იყო 34-ის პირველი და მოდი 34-ის მეორე ვნახოთ. ალბათ ცოტა ყურადღებით ვიყოთ ახლა რას გვეკითხებიან. ცოტა ენერგია რო დავზოგოთ და ზედმეტი შრომის გაწევა არ მოგვიწევს. რა ხდება, აბა? ესე იგი, ABC ბლაკუთხა სამკუთხედია და AC უდრის BC-ს. ანუ აი მოიყვანეს ახლა ის სიტუაცია, როცა გარეთ გვიძებს სიმაღლის გავნება, ხო? ასეა და ყველაფერდა ისევ სამკუთხედი. აი ესენი არიან ერთმანეთის ტოლი. თავლაკუთხა, იმიტომ რომ დაშვებული სიმაღლე გარეთ მოხვდა, ხო? აი ეს სიმაღლე გარეთ მოხვდა. ბეაში. ასე. რა ვიცით აბა ჩვენ HC უდრის BC-ს და 5-5-ის ტოლია. კუთხე ACB-ს სინუსი, აი ამ კუთხის სინუსი, მეგობრებო, კუთხე ACB-ს სინუსი, ვიცით არის 0.6 და A-ში უნდა ვიპოვოთ. A-ში არის აი მთლიანად ამას გვეკითხებიან. კარგი, ასე მთლიანად ეს რომ ვიპოვოთ. ეგ არ უნდა ვიცოდეთ, აი ეს პატარა გვერდი. იმიტომ რომ რისკში 5+x-ია ხო, ეს პატარა გვერდი. ახლა დავუკვირდით. მოდი, ამას დავარქვათ ალფა. მაშინ ეს ხო 180 - ალფა იქნება და შესაბამისად თუ ვიცით ჩვენ ერთის სინუსი, მეორე სინუსიც ხო ვიცით, ჩვენ ვიცით დაყვანის ფორმულა, რომ სინუს 180 - ალფა უდრის სინუს ალფას. და შესაბამისად თუ ეს არის 0.6, რა თქმა უნდა, ესეც იქნებოდა 0.6. ანუ ფაქტობრივად რა გამოდის, აი ეს რო გამოტანოთ ცალკე ეს მართკუთხა სამკუთხედი ახლა, ხო? აი აქ გვაქვს კუთხე, რომლის სინუსიც არის 0.6, ანუ იგივე 3/5, ხო? დავაწერა მას c და აი ეგ არის 5, ეს x, ხო? ანუ სინუს კუთხე c-ს არის 0.6, ანუ იგივე 3/5. ანუ რომ დავაწეროთ აქ A-ში, აქ B, სინუს აი ამ კუთხის რა არის? მოპირდაპირე კათეტი B A-ში შეფარდებული რასთან? ჰიპოტენუზასთან, 5-თან. ეგ არის 3/5. აქედან B-ში უდრის 3-ს. და პითაგორას სამეულით ეს თუ 3-ია, ეს 5-ია, რა თქმა უნდა, x-ი გამოდიოდა 4. ის თუ 4-ია, კითხვის ნიშანი რა გამოდის, მეგობრებო? გამოდის 9-ის ტოლი. აბა, გავაგრძელოთ ახლა ჩვენ 35 ამოცანით. 35. ABC მართკუთხა სამკუთხედში. კუთხე C არის 90 გრადუსის ტოლი და CM ჰიპოტენუზაზე დაშვებული სიმაღლეა. რადგანაც ჰიპოტენუზაზე ვუშვებთ სიმაღლეს, ასე ვირჩევ ხოლმე სამკუთხედის დახასვას. დაუშვათ ჰიპოტენუზაზე სიმაღლე. ეს არის კუთხე C. CM, კი ბატონო, ჰიპოტენუზაზე დაშვებული სიმაღლეა. დავაწეროთ ეს იყოს A წერო, ეს იყოს B წერო. MB
1/5-ჯერ ნაკლებია BC-ზე. აჰა, ანუ MB-ო, ხო? შემოვიწყოთ აღნიშნულად, აი, მოდი MB-ს დავაწეროთ x-ი. მაშინ BC 1/5-ჯერ მეტი იქნებოდა მასზე, ხო? და უნდა ვიპოვოთ A-კუთხის, მოდი ამას დავაწერა ალფას და სინუს ალფა უნდა ვიპოვოთ. მოდი კიდევ ერთხელ გავიაროთ. საკუთხე მართკუთხეა, მართკუთხა სამკუთხედში, ABC მართკუთხა სამკუთხედია, C-მი ჰიპოტენუზაზე დაშვებული სიმაღლეა, MB 1/5-ჯერ ნაკლებია BC-ზე და უნდა ვიპოვოთ A-კუთხის სინუსი. ნუ ჩვენ ხო ვიცით ახლა აქ რომ ეგ იგივე A-კუთხის ტოლი იქნებოდა, ანუ ესეც ალფა იქნებოდა. რაც ამ პატარა სამკუთხედიდან დავფლიდით ახლა ჩვენ სინუს ალფას. ეგ რა იქნებოდა? მოპირდაპირე კათეტი შეფარდებული ჰიპოტენუზასთან, ანუ სინუს ალფა იქნებოდა x-ი შეფარდებული 1/5x-თან. ეს იკვეცება, ეს არის იგივე 10 მე 15, თუ 10-ზე გავავრავლებდით რიცხვოს დამნიშნავს, თუ 5-ზე შეკვეცავთ, გამოდის 2/3. ასე რომ მარტივად გავედით ფონს. 36. ABC მართკუთხა სამკუთხედში კუთხე C არის და C-ი ჰიპოტენუზაზე დაშვებული სიმაღლე. ნუ იგივე ნახაზი არის. დავხაზოთ ჩვენს იგივენაირად. ასე გავაკეთოთ. მართი კუთხე C B 36-ზე ვართ ახლა და არა მინუს პირობის საკითხვა C-მი ჰიპოტენუზაზე დაშვებული სიმაღლეა AB 29-ჯერ მეტია MB-ზე. ანუ MB თუ არის x-ი, AB არის 29x-ი. კარგი, იყოს ასე. იპოვეთ A-კუთხის სინუსი, ხო? მოდი, ისე ალფათი აღვნიშნოთ A-კუთხე. კარგი. რა მომდის ახლა მე აქ აზრად? მოდი გამოვიყენოთ მართკუთხა სამკუთხედში მსგავსებით გენერირებული თვისება, რომ კათეტის კვადრატი, აი დიდ მართკუთხა სამკუთხედში, BC ხო კათეტია, კათეტის კვადრატი ტოლია მისი გეგმილი გამრავლებული ჰიპოტენუზაზე, ხო? 29x-ზე. ანუ BC კვადრატი გამოდის 29x კვადრატი და აქედან BC იქნებოდა, თუ ამოფესვავით ახლა 2 20-დან 4/5 ხო არის ნაწილობრივ ამოფესვით, ფესვი 5, 3 და x-ი. ასე იქნება. ახლა ნახეთ, მეგობრებო, დიდ სამკუთხედს თუ განიხილავთ, მაშინ სინუს ალფა რა გამოდის? მოპირდაპირე კათეტი, ანუ მისი მოპირდაპირე კათეტი არის ზუსტად ეს ახლად მიღებული 2 ფესვი 5 მე-13 x-ი შეფარდებული 29x-თან. x-ი იკვეცება, 3-ს შეკვეცდით 9-თან, 20 იკვეცება 2-თან და გამოგდის ფესვი 5 მე-10. ნუ შეიძლება ახლა ფესვი 5 ამის შეკვეცაც, მაგრამ შეგვიძლია ასეც დავტოვოთ. ოდიში სამიანი დავაწყდა, სამიანი ხო ავიდოდა ზემოთ. ზემოთ ავიდოდა და იქნებოდა აქ 3 ფესვი 5 მე-10. კიდევ რამე შემეშალოს ახლა აქ. Sorry. მე ჩავხდოთ მაინც გადავამოწმოთ. 36-ში პასუხი არის 3 ფესვი 3 შეფარდებული ფესვი 20-თან და ეს იგივეა, ხო? ფესვი 5-ზე რო გავამრავლოთ. კი, რიცხვს დამნიშნოს თუ გავამრავლოთ აქ ფესვი 5-ზე, ამას მიიღებთ.
27. ორფერდა სამკუთხედია მოცემული. ხედავთ ABC სამკუთხედში AB უდრის BC-ს. იპოვეთ CH სიმაღლე თუ AB უდრის 15. CH სიმაღლე, ხო? ანუ C-წეროდან არის სიმაღლე დავლებული. შეიძლება შიგნითაც ხდებოდეს, შეიძლება გარეთაც ხდებოდეს. ნახაზი რადგან მოცემული არ არის, იდეაში ორივე შემთხვევა უნდა განვიხილოთ. კარგი. მოდი დავხატოთ ახლა ჩვენ. მოდი ანუ დაგვიდით ახლა სიტყვითაც ნახაზის გარეშე რომ წარმოიდგინოთ, არ წარმოიდგინოთ ნახაზი უბრალოდ რომ წაიკითხოთ, ხო? ტოლფერდა სამკუთხედია მოცემული და ფუძის წვეროდან, შეწვეროდან გავლებულია სიმაღლე და ხო შეიძლება თუ მახუთხა იქნებოდა ეს სამკუთხედი, მაშინ ეს სიმაღლე შიგნით გაივლებოდა, ხო, ასე იქნებოდა და თუ ბლაკკუთხა იქნებოდა აღნიშნული სამკუთხედი, ამასაც ვერ გამოვრიცხავთ მეგობრებო, მაშინ ეს სიმაღლე ასე გარეთ გაივლებოდა, ხვდებით ასე. მოდი ასე აკეთებთ სულ ნახაზი, აქ გაივლებოდა ეგ და აქ შიგნით გაივლებოდა A და B, C, A, B, C. ასე უყოფილიყო სამკუთხედი. CH სიმაღლე, ხო? ან A შემთხვევას ექნება ადგილი, ან B შემთხვევას ექნება ადგილი. ასე რომ გავარგოთ CH სიმაღლე. მოდი განვიხილოთ, AB არის 15 და კოსინუს კუთხე A არის 3/5 ტოლი. 3/5 ტოლი, კოსინუსი არის 3/5 ტოლი და AB არის 15. AB 15. ეგ საერთო ახლა ორივე პირობისთვის და ორივეგან გამოვიხედეთ. კარგი, AB თუ 15-ია, ეს რა თქმა უნდა, ეს 15 იქნებოდა. შესაბამისად, ახლა ჩვენ კოსინუს ავიცით, ხო? აი ეს კუთხე ვიცით. აგერ მოდი ამას ალფას დავაძერ. ვიცით, ხო, მიმდებარე კათეტის შეხარდება ჰიპოტენუზასთან იქნება 3/5 ტოლი. უნდა ვიპოვოთ CH სიმაღლე. კარგი. შევავიტანოთ ახლა აღნიშნები აქ. აი, როდესაც ახლა პირდაპირ ამ სამკუთხედში ვიცით, ჩვენ ინფორმირებული ვართ ახლა ტრიგონომეტრიული რაღაც ფუნქცია გვაქვს მოცემული, ხო? და სხვა ამ სამკუთხედში არაფერი გვაქვს და მოდი სწორედ ამ კოსინუსის დახმარებით ავდგეთ და გვჭირდება CH-ს და გვავიწყდეს. ავდგეთ და აგერ კოსინუს A-ს დახმარებით შემოვიტანოთ გვერდები. ანუ რომელი ორი გვერდი შეფარდება კოსინუსა? ეს არის მიმდებარე გვერდი A-ში, დავწერა კოსინუს ალფა უდრის A-ში შეფარდებული AC-სთან. შესაბამისად, რა იქნებოდა A-ში, რადგანაც ეს 3/5 ტოლია, მოდი A-ში იყოს 3x და AC შესაბამისად იქნება 5x. ეს 3x, ეს 5x. ნუ აქ ხო მარტივია ახლა რომ პითაგორას სამეულია და ამ ორი გვერდიდან გამომდინარე HC ტოლი იქნებოდა 4x-ის, ხო? ეს 4x. ახლა რა ვიცით, ჩვენ აი ზემოთ რომ გადავიდეთ ზედა სამკუთხედში, BHC სამკუთხედში, ეს ხო 15 მინუს 3x გამოდის. და შესაბამისად, აქედან შეგვიძლია დავწეროთ პითაგორას თეორემა, ხო? 4x-ის კვადრატს დამატებული 15 მინუს 3x-ის კვადრატი, ეს იქნებოდა 15-ის კვადრატი.
ახლა წინა ამოცანებში ასეთი მოსათვლელი არ ყოფილა, ცოტა გართულდა, ხო? და მოდი ავუხსნათ ახლა ასე და მე დავფიქრდეთ რამე მოკლესაც ხო არ არის პრობლემის გადასაწყვეტად რა. მოდი გავუყეთ ახლა ეს არის 16x კვადრატი, ეს იქნებოდა 225 გამოკლებული გავაკეთებული დავრავლესა 90x 9x კვადრატი აქაც არის 225 გვეცება ვათილდება უფრო სწორად ეგ არის 25x კვადრატი მინუს 90x და 5x გადის ფრთხილებს გარეთ, ხო? 5x თუ გაიტანთ ფრთხილებს გარეთ, დარჩებოდა 5x მინუს 18. ანუ რა გამოგვივიდა? გამოგვივიდა, რომ ან x უნდა იყოს 0-ის ტოლი, ან 5x მინუს 18 უნდა იყოს 0-ის ტოლი, ანუ x უნდა იყოს 18/5 და ეს ცარიელი სიმრავლეა, რა თქმა უნდა, გვერდი 0-ის ტოლი ვერ იქნებოდა და შესაბამისად 18/5 იქნებოდა პასუხი. x-ი, მაგრამ ჩვენ გვინდა c-ში, ხო? და c-ში გამოვიდოდა 4/18/5. ანუ რამდენი ესა 72/5. კარგი, მოდი ეს პირველი შემთხვევის პასუხი და მოდი ახლა გავაკეთოთ მეორე შემთხვევა განვიხილოთ. ეს არის 15. ესეც არის 15, ხო? BC კუთხეა. ჩვენ სადღაც ხო, აი ამ კუთხეს დავარქვათ ახლა. და ვიცით რომ დიდ მართკუთხას ამ კუთხეს თუ განვიხილავთ, ჩვენ ვიცით კოსინუსი, ხო? მიმდებარე კათეტის შეფარდება ჰიპოტენუზასთან იქნებოდა 3/5-თან, ან ეს იქნებოდა 3x, გამოდის 5x და შესაბამისად ეს იქნებოდა 4x, ხო? და აქ გამოდის რომ 3x მინუს 15 უნდა იყოს ეს გვერდი. თუ დავწერთ პითაგორის თეორემას, კვადრატში პლუს 4x-ის კვადრატი უდრის 15-ის კვადრატს. თუ დააკვირდებით, ზუსტად იგივე გამოვა, ხო? იმიტომ რომ აი ეს და ეს ურთიერთშემოვლებული რიცხვებია. და ურთიერთშემოვლებული რიცხვებია ზუსტად იგივენაირად გამოიქნება. მოიცა ეს მიახლოებით რამდენი არის? ზუსტად რომ გამოვთვალოთ 72/5 ეს არის 14.4, ხო? უი, ეს როგორ მოხერხდებოდა? ეს ცოტა ვერ მოხერხდებოდა. ეს x-ი გამოდის 5-ზე რო გავყოთ 3.6-ია რა. და ეს მოთავსდება 3x3.6 არის 10.8, არა კი? შეიძლება მოთავსდეს. კი ბატონო. ამას რომ ამოვხსნიდით, მივიღებდით ზუსტად იგივეს, იგივე განტოლება იქნებოდა. ისე x მივიღებდით 18/5-ს, ანუ 3.6 და ეგ იქნებოდა უკვე შეუძლებელი, ხო? იმიტომ რომ 3x3.6 არის 10.8 დაამთავროთ 10.8-ს 15 ვერ გამოაკდებოდა ფიზიკურად. ანუ პრინციპში ორი შემთხვევა არ ყოფილა აქ. ერთი შემთხვევა იქნებოდა. ეტყობა ალფა იმხელა კუთხე გამოდის, რომ ბლაკუთხა სამკუთხედი 2 ალფა ხო გვექნებოდა და რომ მათი წყალობით უკვე ეგ ბლაგვი კუთხე ვეღარ იქნებოდა. კარგი, მოდი გავაკეთოთ ახლა ჩვენ 38 ამოცანა. ანალოგიური დასაწყისი აქვს, ხო? აქაც გვაქვს ოფერდა სამკუთხედი და გავლებულია სიმაღლეები. ოღონდ ეს სიმაღლეები ერთი გავლებულია ფუძეზე და მეორე ფერზეა დაშვებული.
პრინციპში აქაც შეიძლება ორი შემთხვევის განხილვა, ხო? მოდი დავიწყოთ ჩვენ დავგეგმოთ ჯერ, განვიხილოთ თითქოს და ტვირდა მახვილკუთხა სამკუთხედია მოცემული, ანუ ორივე სიმაღლე რომ გაივყვა შიგნით. ასე გავავლოთ ერთი სიმაღლე ფუძეზე, მეორე სიმაღლე დავუშვათ ფერდზე, ასე. დავაწეროთ ასოები A, B, C, ვიცი ჩვენ რომ AB უდრის BC-ს. BD და AM სამკუთხედის სიმაღლეებია, ხო? ეს არის BD, ეს არის AM. BD ისე შეეფარდება AM-ს, BD ისე შეეფარდება AM-ს, როგორც 3-1-ს. კი ბატონო, იყოს ასე. იპოვეთ კოსინუს კუთხე C-ს. ხო. ახლა უქმები ჩვენ რა ვიცით, ნახეთ. ამ კუთხის კოსინუსი უნდათ. უსაერთო ბლაკუთხა სამკუთხედის თემასაც განვიხილავ და გარეთ ისევ სხვადასხვა ავიღებდი სიმაღლეებს. რა უნდათ კოსინუს ალფა უნდა ვიპოვოთ, ხო? რა უნდა გაგვახსენდეს ახლა, როდესაც ორი სიმაღლეა გავლებული. რომ მათ შორის კუთხე მესამე წვეროსთან მდებარე კუთხის ტოლია, ანუ ესეც ხო ალფა იქნებოდა, მეგობრებო. კი ბატონო, ესეც ალფას. ახლა ჩვენ კიდე რა უნდა გაგვახსენდეს, რომ სიმაღლეები გვერდების უკუპროპორციულია. ანუ აქ რო ვიცი ჩვენ რომ B, D შეფარდებული AM-თან, რომ ეს არის 3-1-თან, ანალოგიურად ახლა ნახეთ BD რომელ გვერდზეც ეშვება, ის კი არა აი მეორე გვერდი, აი BC შეფარდებული AC-სთან, ეს იქნებოდა უკვე ხო ესეც 3-1-თან იქნებოდა. ანუ BD ისე შეფარდება AC-ს, როგორც AC რა გვერდზეცაა დაშვებული, ანუ BC. ანუ BD ისე შეფარდება ოდიში AM-ს, როგორც AM რა გვერდზეც არის დაშვებული, ანუ BC შეფარდება AC-ს. ანუ სიმაღლეები შესაბამის გვერდების უკუპროპორციულია, ხო? ვითომ ეს არ დამეხმარება ახლა. აი რო შემოვიტანოთ ახლა აღნიშნები აქ ჩვენ. ეს გვერდი რა გამოვდის მთლიანად BC ვთქვათ 3y, AC გამდის y. თქმა უნდა ესეც იქნებოდა 3y, ხო? 3y სიმაღლეები თავად არის 3x და x. სადმე კიდე ხო არ ვიცით. რამე ნაწილი. შეგვიძლია გამოვიყენოთ. მოდი რა ვქნათ იცით? ცალკე გავიტანოთ ეს და პრინციპში, როდესაც ასე ამოცანა შეგვიძლია აქ მეორე შემთხვევა აღარც განვიხილოთ, იმიტომ ბლაკუთხა ვერაფრით ვერ იქნებოდა ოქროები. იმიტომ რომ ეს თუ 3y-ია და ესეც 3y-ია, ეს y-ი, იმიტომ რომ ეგ ხო საერთო აქ, ანუ სიმაღლეები გარეთ მოხდებოდნენ თუ შიგნით მოხდებოდნენ, ეს პირობა საერთოა და ამ პირობით გამოგვივიდა ჩვენ რომ ფერდი ფუძეს ისე შეეფარდება როგორც 3-1-ს და ნახეთ ბლაკუთხა რომ იყოს სამკუთხედი, ფერდების კვადრატების ჯამი ნაკლები უნდა იყოს ფუძის კვადრატზე. და ეგ ხო არ ხდება, შეუძლებელია შესაბამისად ეგ სამკუთხედი ბლაკუთხა ვერაფრით ვერ იქნება. ხო, ბლაკუთხა არ იქნება, ანუ პრინციპში ამის განხილვა აღარ გვიწევს. როგორც უკვე აღიხსენეთ. შესაბამისად იქნებოდა მხოლოდ მახვილკუთხა და რომ წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენ ეს ორნახაზად ასე იქნება გაგვიმარტივოს, ეს არის 3y,
შესაბამისად ეს y ეს არის საძიებელი კუთხე, ხო? და რომ დავუშვით სიმაღლე, თავისთავად რას იზამდა ეს სიმაღლე, ხო, ადგებოდა და შუაზე გაყოფდა, იმიტომ რომ ტოლფერი და სამკუთხედი, აქ გვექნებოდა 1, 2 y. პრინციპში დავთავდა მორჩა რას უდრის აქედან კოსინუს ალფა, ეგ არის მიმდებარე კათეტი 1, 2 y შეფარდებული ჰიპოტენუზასთან. და ეს იქნება 1/6. კი ბატონო. იმედია გავიგეთ ეს ამოცანა. აქ დაგვეხმარა ჩვენ სხვადასხვა გარემოება. არ დაგვეხმარა მაგალითად ის, რომ სიმაღლეებს შორის კუთხე არის იგივე მესამე წოროსთან მდებარე კუთხის ტოლი, თუმცა გამოვიყენეთ საკმაოდ წარმატებით სიმაღლეების შეფარდება, რომ გვერდების შეფარდების უკუპროპორციულია. მოდი ნახოთ 39 ამოცანაც. კვლავ მოცემულია ტოლფერი და სამკუთხედი. PD და CK სამკუთხედის სიმაღლეებია. იგივე სიტუაცია, ისევ წვეროდან და ფერდიდან არის დაშვებული სიმაღლე. ამ შემთხვევაში ახლა ვიცით ჩვენ, რომ კოსინუსი 3/7 ტოლია და უნდა ვიპოვოთ. ხო, მოდი ნახოთ ახლა აქაც ზუსტად იგივე სიტუაციაა. მაგრამ არ გამოვტოვებ ახლა ამ ამოცანას, იმიტომ რომ შეიძლება აქ გქონდეს ადგილი ორ შემთხვევას. ვნახოთ. ჯერ განვიხილოთ მახვილ კუთხა სამკუთხედი, ასე დავუშვათ მზეზეც სიმაღლე. მოდი მოვნიშნოთ ასოები. B იყო ფერდების შემაერთებელი წვერო, AB უდრის BC-ს, ხო? AB უდრის BC-ს. BD სიმაღლეა და C-დან არის გავლებული სიმაღლე. მოდი C-დან გავავლოთ სიმაღლე, რა თქმა უნდა, ზუსტად იგივე იქნებოდა, მაგრამ დავიცვათ ახლა პირობაში აქ წერილი მომენტები. ეს არის C-A. კოსინუს A. ალფათი აღნიშნოთ ეს აკუთხე აქ და კოსინუს უდრის 3/7. ასე და იპოვეთ CK-ს შეფარდება. CK როგორ შეფარდება BD-ს. ანუ სიმაღლეების შეფარდება უნდა ვიპოვოთ. ახლა სამართლიანობისთვის როგორათაც არ უნდა იყოს ეგ სიმაღლეები გავლებული, შიგნით იქნებოდა CK სიმაღლე გავლებული, გარეთ იქნება სიმაღლეების შეფარდება, ხო ვიცით ჩვენ რომ გვერდების უკუპროპორციულია. ანუ ფაქტობრივად ისინი გვეკითხებიან ჩვენ როგორ შეეფარდება ერთმანეთს CK სიმაღლე დაშვებულია AB გვერდზე, ანუ AC როგორ შეეფარდება AB-ს, ხო? AC როგორ შეეფარდება AB-ს. მოდი ავნიშნოთ AC გვერდი 10 და AB გვერდი იყოს B. და შესაბამისად ახლა ეს ხო 1/2 იქნებოდა. რადგანაც ჩვენ ვიცით კოსინუს ალფა, ხო, ანუ ამ სამკუთხედში რა იქნებოდა მეგობრებო კოსინუს ალფას როგორ ჩაწერდით მიმდებარე კათეტი, ანუ 1/2 შეფარდებული B-სთან, ეს იქნებოდა 3/7 ტოლი და აქედან ეს 1/2 რო გადმოიტანოთ აქეთ გამრავლებით, 2 გადმოვა, ანუ აქ შეფარდებული B-სთან იქნებოდა 6/7 ტოლი. თან არა აქვს მნიშვნელობა ახლა აქ CK გარეთ გაივლებოდა თუ შიგნით, BD მაინც შიგნით გაივლება, ფუძეზე დაშვებული სიმაღლეა და მაინც ეს სამკუთხედი შედგებოდა, ხო აქ. რა სიტყვით ახლა რა უნდათ AC, ანუ A შეფარდებული AB-სთან, ხო? B-სთან. ეს იგივეა რაც CK შეფარდებული BD-სთან და პრინციპში ეს უკვე ჩვენ ვიპოვეთ. 6/7 ტოლი იქნება.
მოდი მე-40 ამოცანაც გავაკეთოთ და ამით დავასრულოთ ჩვენი მიმდინარე ჩანაწერი. ტოლფერდა სამკუთხედში ფუძესთან მდებარე კუთხის კოსინუსი 3/5 ტოლია. ავიღოთ ტოლფერდა სამკუთხედი, ასე, ასე. ავიღოთ ტოლფერდა სამკუთხედი, ფუძესთან მდებარე კუთხის კოსინუსი. მოდი დავაწეროთ ასოები A, B, C, მოდი ეს ალფათი მოვნიშნოთ, ფუძესთან მდებარე კუთხე. კოსინუს ალფა არის 3/5 ტოლი. ფუძეზე დაშვებული სიმაღლე კი A-ში ტოლია. ესე იგი, მოდი ეს იყოს BD. ეს არის A-ში ტოლი. იპოვეთ ფერზე დაშვებული სიმაღლე. ხო, ну, პრინციპში წინა ამოცანა პირდაპირ მე-40 რომ გავიკეთებინა შეიძლება ცოტა გავჭირვებოდა. მაგრამ ახლა წინა ამოცანებმა რა გვიკარნახა ეჭვი? ну, დავუშვათ მოდი ფერზე. ეს იყოს CK. ჩვენ გვეკითხებია CK-ს. მაგრამ ну, რა გამოცდილება შევიძინეთ ახლა ჩვენ? აი, ამ სამკუთხედიდან რადგანაც კოსინუსი ალფა არის 3/5-თან, მიმდებარე კათეტი, ანუ ეს იქნებოდა 3x და ჰიპოტენუზა იქნებოდა 5x, ხო? ასე, ანუ კათეტი შეფარდება ჰიპოტენუზასთან ვიცით, მაგრამ რადგანაც ეს დიდი სამკუთხედი ტოლფერდაა, ანუ მოცემული იყო რა, რომ ტოლფერდა იყო და ფუძეზე იყო დაშვებული სიმაღლე. ну, ასოები ჩვენ დაწერილია, შემოტანილია, მაგრამ პირობის მიხედვით, ესე იგი AB-ც ეს ტოლი უნდა ყოფილიყო და AC მაშინ იქნებოდა ფუძე, სიმაღლე ამ ფუძის მიმართ მედიანაც იქნებოდა, ეს თუ 3x, ესეც 3x იქნებოდა და შესაბამისად სიმაღლეების შეფარდება, ანუ CK შეფარდებული A-შთან, ხო, CK შეფარდებული A-შთან იქნებოდა პირიქით A-შის ფუძე, გვერდი, რაზეც არის დაშვებული, ანუ 6x შეფარდებული 5x. ანუ აქედან CK გამოვიდოდა მეგობრებო 6/5 A-ში. სოდაშორის არ არის ეს მარტივი ამოცანა, ახლა ცოტა დამაბნეველია და ყურადღებით უნდა მოვყავთ რა. თუ ავტორს მოვწონოთ რომ კარგად დაგვიმაგა, კარგი გადასვლა გამოვიდა ახლა 37-დან პრინციპში 40-მდე რა. კარგი, აბა დროებით ახლა და 41-დან გავაგრძელოთ შემდეგ ამოცანების ჩაწერა.